საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ცნობილი ქართველი მწვრთნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდოეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ მესტვირიშვილისთვის მინიჭებულ მაღალ სახელმწიფო ჯილდოს. ინდოეთის ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილ მწვრთნელს სპეციალური სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერ მესტვირიშვილის მეუღლეს, მარინა სარიას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ მესტვირიშვილი პირველი ქართველი მწვრთნელია, რომლის ღვაწლი ინდოეთის მთავრობამ ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასა. აღინიშნოს ვლადიმერ მესტვირიშვილის ძალიან დიდი ღვაწლი ჭიდაობაში, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწვრთნელი მსოფლიოში, რომელმაც აქტიურად საცაიმუშაო ყველგან თავისი კვალი დატოვა. ვიცით, რომ ინდოეთის მთავრობამ, პრეზიდენტმა გადასცა სახელმწიფო ჯილდო, რომელიც ჯილდო არის პირველი ქართველი მწვრთნელის, რომელიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჭიდაობის განვითარებაში და სწორედ რომ ამ პრიზის აღსანიშნავად და გასახსენებლად მოიწვიეს ჩვენ სტუმრები, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მწვრთნელის დამსახურება მსოფლიო ჭიდაობის განვითარებაში. მე მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი დღისთვის. ეს დიდი პატივი არის ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ლადოსთვის. ეს პატივი გვერგო ინდოეთის მთავრობიდან, ასევე მაკედონიის მთავრობიდანაც, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი ლადო მაკედონიაშიც იმუშავა. ინდოეთში უფრო დიდი პერიოდი იყო და საქართველოშიც დიდი წვლილი აქვს. მადლობა ბატონ ლერის და ყველას.